გამარჯობა. მე ახლა ვიმყოფები დორტმუნდში, გერმანიაში ყველაზე დიდ სტადიონთან. მისი აღმატებულება სიგნალ იდუნა პარკი. ძალიან მაგარია. ძალიან გიგანტურია და ძალიან რაღაცნაირი. ხალხის გარეშეც კი თითქოს ხმაურიანია, რაღაცნაირი საზარელია და რო წარმოიდგენ, აი იქით რა ხდება, რომელსაც ყვითელი კედელი ეწოდება, სავსე როცაა. საგიჟეთი ჩაულებრივი. და როგორი ჰანგებია? You never walk alone. Ძალამაზია. ამ ჰანგებთან ერთად განსაკუთრებულია კიდევ უფრო აქავარობა. ცარიელსაც კი ავსებს ეს ჰანგები. ახლა კი ჩემს უკან ხედავთ ერთ-ერთ ყველაზე ლეგენდარულ, ერთ-ერთ ყველაზე საზარეო და შემაძრწუნებელ კედელს. ეს არის ყვითელი კედელი. ის ლეგენდარული და ყველაზე ცნობილი ყვითელი კედელი, რომელიც აზანზარებს აქაურობას. ცარიელი საზარელია. უფრო ახლოდანაც ნახოთ. თითქოს რო უყურებ თვალწინ გიდგება ეგრევე რა ხდება ხოლმე აქ როცა გადავსებულია აქაურობა ეგრევე როგორ ზანზარებს ეს ტრიბუნა ყველაზე ახლო ეხლა ვარ ყვითელ კედელთან ლეგენდაა ეს ადგილი უბრალოდ ლეგენდაა ცარიელიც კი ლეგენდაა იმიტომ რომ ეს ადგილი ეს ტრიბუნა ეს კონკრეტული კედელი მართლაც არის ყველაზე საზარელი გერმანიაში თუ თლიანად ევროპის მასშტაბით არა. ამას დააკვირდით. ზედა ჯერ კიდევ შერჩენილი ის ნაფლეთები, ის რაღაც კოჩები, რაღაცები, რაც აკრავენ რაღაცეებს ხალხი. ყველა სტიკერი მთელი ისტორია უბრალოდ ეს კედელი, მთელი ისტორია. თითოეული ნაგლეჯიც კი რაღაც ისტორიას ინახავს ამ ადგილზე. ძალიან მაგარი. ძალიან მაგარი. აგზის ხოლმე გირასი. ბელინგემოვიჩ. ახლა კი გავივლი იმ დერეფანს, ზუსტად იმ დერეფანს, რომელსაც ფეხბურთელები მოედანზე გასასვლელად გადიან ხოლმე. ესე გამოიყურება ეს დერეფანი. წავედით.
აი სილამაზეც ესაა. მაგარი შეგრძნები. აქ რო ზიხარ და აქედან თამაშს აკონტროლებ, რომ ვიღაც გაიყვანე, ვიღაც შემოიყვანე. სიგიჟეა. დაუჯერებლად მაგარია, როცა ვიაზრებ, რომ ამდენად ახლო ვარ მოედანთან, ერთი ფეხის ნაფიჩზე და ვიცი, რომ შემდეგ შაბათ-კვირას ჩავრთავ თამაშს და უყურებ აქ როგორ დარბიან ტოპ ვარსკვლავები და უმაღლეს დონის ფეხბურთელები და ჩემუკაროს კამები აგზიან ასევე მსგავსი ადამიანები და მწვრთნელები. სიგიჟეა, ანუ საუკეთესო რაღაცა რაც შეიძლება ადამიანმა მოგზაურობის დროს ნახო, თუ კი სპორტი გიყვარს. ანუ იმ ენერგიას და იმ სიგიჟეს რაც ახლა მე ვგრძნობ, არ ვიცი, რა უნდა მაგზნობინოს, ვერც წარმოვიდგენ. საოცარი მომენტია, ანუ არ მინდა რომ თავრდებოდეს, არ მინდა რომ გავიდე აქედან. უნდა უყურო, უნდა იდგე და დატყბე საათობით აი ამ სილამაზით, აი ამ ლეგენდით. ხო, ეს ბატარეები ვინც არიცით და ვისაც შეიძლება მეკითხვა გაგიჩნდათ, არის სპეციალური სითბოს გამომყოფი ბატარეები, რომელიც მზის ჩანაცვლებას ახდენს, ასე ვთქვათ, ძალიან სიცივეა ხა დორტმუნდში და გერმანიაში ზოგადად და ამ ბატარეებით ახდენენ მოედანის შენარჩუნებას, რომ არ გაფუჭდეს, არ დაზიანდეს ბალახი, არ გაიყინოს და ასე შემდეგ. მოკლედ, მაგარი ტექნოლოგიაა. ჩვენთანაც არის როგორც მახსოვს ბათუმის სტადიონზე კონკრეტულად. სად დავდივარ თუ მჯეროდეს, ანუ თამაში აქ ვინ შემოგიშვებს. თუ სტიუარდი არ ხარ, ან ჟურნალისტი. არ ვიცი აქ რა წერია, მაგრამ ვინც გერმანულიც დაამიწერეთ კომენტარებში. წავედით სართული ბოლოს მუზეუმ. Oh my god. ეს რა სილამაზეა. ეს დიდი ალბათობით დორტმუნდის ბორუსიას პირველი ფორმაა, რომელიც სულაც არ ყოფილა ყვითელი. შეგვიძლია მოსმენა. Das Netradio, das sicherlich viele von euch kennen.
რა არის 64 ფეხბურთის მოყვარული ადამიანისთვის თუ არა ესეთი ოთახი სადაც ბუნდესლიგის თასი გერმანიის თასი და ჩემპიონთა ლიგის თასი ერთად ინახება გამარჯობა პატარა 64 ძალიან ლამაზია ძალიან die auch immer zu feiern wussten. Am 10. August 1924 wird aus der Weißen Wiese offiziell der Borussia-Sportplatz. Hier sind neben den Fußballern trainieren von 1924 an die Boxen. Und auch Handball findet sich. მართალია საერთოდ არაფერი არ მესმოდა რას ლაპარაკობდნენ ამ ფილმში, მაგრამ მაინც ესეთი გაბადრული და ბედნიერი უსმენდი თითქოს ყველაფერი გასაგები იყო ჩემთვის. დიდი მუზეუმი არა, მაგრამ ძალიან დიდი ისტორიას ინახავს ეს გუნდი როგორც ჩანს. შეიძლება ტიტულოვანი იმდენად არ არის, როგორც თუნდაც მიუნხენის ბაიერნი, მაგრამ თავის ისტორია ამ კლუბსაც აქვს, თავის კომაგები ძალიან აფასებენ და ხედავ ეხლა რომ 5 ადამიანებს მოყავთ შვილიშვილები მუზეუმში, რომ გააცნონ და წააკითხონ და მოასმენინონ ეს ისტორიები, რაც ამ კლუბთან ახლდა მთელი არსებობის განმავლობაში და ძალიან მაგარია. ძალიან ეს ყველაფერი თაობიდან თაობას გადაეცემა და ამიტომაც არის ესეთი ძლიერი ფან-კულტურის მხრივაც და ისტორიის მხრივაც ეს გუნდი. ოკეი, გავაკეთოთ კვიზი. ინგლისური კარგია. სტრავი იყოს ყველაზე ადვილი, ხა დორტმუნდის დიდი ფანი მე არ ვარო. ესე პირად ვიცოდე. Shall found it, ვაიმე. აბა. არ მიწერს სწორი იყო თუ არა? Borussia's squares, black and yellow, ალბათ. These home games. ეს კი ვიცი. Let's go Borussia Bosware. Black yellow. How many German championships has been? ვაიმე 5 მე მგონი. This club is anyway for this process. You can officially face into 91,000 რაღაც. Last player who wins the top scored for Holland, Which player scored the most goals for Dortmund in Bundesliga? So Lewandowski იყოს.
არ მახსოვს აპატიეთ აბა ეს საშინელი შედეგია ალბათ ხო ეგეც მოვაწერე Tell me David ვაიმე 759 ადგილზე გავედი მაპატიეთ Ciao მუზეუმის ტურის ბოლოს ესეთი საინტერესო რამ აღმოვაჩინე. გადავიღებ ფოტო, რომელიც დიდი ალბათობით წლების განმავლობაში იქნება ამ მუზეუმის ერთი პატარა ნაწილი, რომელიც ელექტრონულ ალბომში იქნება აღბეჭდილი. თითქოს ერთი პატარა ნიუანსი, მაგრამ ძალიან დასამახსოვრებელი და სასიამოვნო გამოხატვაა ვიზიტორების მიმართ ორგანიზატორებისგან. სასაფრთხო სამუდამოდ დავტოვე ჩემი ფოტო დორტმუნდის ბორუსიას მუზეუმში ასე რომ ვინც მოხვდებით ოდესმე თუ ნახავთ გამიზიარეთ ასეთი გამოვიდა მუზეუმის ტური მე მგონი ძალიან საინტერესო არანაკლებ საინტერესო ვიდრე სტადიონის ძალიან მომეწონა პატარა მუზეუმია კიდევ ერთხელ აღნიშნავ მაგრამ დიდი ისტორიას იტევს და ეგ ძალიან სასიამოვნოა. Ausgang. Samotkhe. საფეხბურთო სამოთხე. აქ შეგიძლია არჩიო შენი გემოვნებით მაისური დააწერო სახელი და ასე შემდეგ. მაგარია. ალბათ აქ ნევსდეძაფები ალაგია. პატარა ტრიბუნაც გია მოწყობილი.
ესეც ფორმები. გავიგოთ ფასს. 150 ეურო. ესეც ჩემი შენაძენები, ეს ჩემი კედლისთვის, მაგნიტები საჩუქრად და პატარა ბრელოკით საჩუქრად. რაც შეეხება სტადიონს, რაც შეეხება მუზეუმს, ძალიან გაასწორა, ძალიან მაგარი ადგილია და ძალიან ვისიამოვნე. იმედია რომ მოგეწონათ, თქვენთან ერთად მოვიარეთ თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ადგილი სტადიონზე თუ მუზეუმში და დიდი ხოვნა მექნება რომ დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი.